თავი მეორე, ცვალებადობა ბუნებაში. ცვალებადობა, ინდივიდუალური განსხვავებები, საეჭვო სახეობები, ფართოდ გავრცელებული, განსაკუთრებულად განსახლებული და ჩვეულებრივი სახეობები მეტად ცვალებადია. უფრო მსხვილი გვარების სახეობები ყველა ქვეყანაში მეტად ცვალებადია, ვიდრე მცირე გვარის სახეობები. მსხვილი გვარების მრავალი სახეობა ნაირსახეობების მსგავსად ძალზე მჭიდროდ, მაგრამ არაერთგვაროვნად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მათსავით შეზღუდულად გავრცელებული. სანამ წინა თავში ჩამოყალიბებულ ზოგად პრინციპებს ბუნებრივ პირობებში არსებული ორგანული სახეობებისთვის გამოვიყენებთ, ჯერ უნდა დავადგინოთ, ექვემდებარებიან თუ არა ისინი ცვლილებებს. ამ საკითხის სათანადოდ გასაშუქებლად საჭიროა მშრალი ფაქტების გრძელი ნუსხის მოყვანა, მაგრამ ამას შემდეგი ნაშრომისათვის გადავდებ. აქ არც სახეობის განსხვავებულ განმარტებებს განვიხილავ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა ყველა ნატურალისტი, თუმცა მათ კარგად არიციან, რას გულისხმობენ სახეობაზე საუბრისას. ზოგადად კი ეს ტერმინი გულისხმობს წარმოქმნის შედეგად მიღებულ უცნობ ელემენტებს. ასევე ძნელია ტერმინ ნაირსახეობის განსაზღვრა, მაგრამ მასში აუცილებლად იგულისხმება ერთიანი წარმოშობა, თუმცა პრაქტიკულად ამის დამტკიცება ძალიან ძნელია. გარდა ამისა არსებობს ეგრეთ წოდებული სიმახინჯეები, მაგრამ ისინი თანდათანობით ნაირსახეობებში გადადიან. სიმახინჯეებში გულისხმობენ ნებისმიერ ნორმიდან გადახრას, რომელიც როგორც წესი სახეობისათვის უსარგებლო ან მავნებელია. ზოგიერთი მეცნიერი ტერმინს სახესვლილება იყენებს ტექნიკური თვალსაზრისით და მასში გულისხმობს ფიზიკური პირობების მოქმედებით გამოწვეულ ცვლილებას. ამ გაგებით სახესვლილება მემკვიდრეობით არ გადადის, მაგრამ ვის შეუძლია დაბეჭდებით ამტკიცოს, რომ მოლუსკების ჯუჯა-ნიჟარები ბალტიის ზღვის წყლებში, მცენარეების ალპური ფორმები ან ჩრდილოეთში მცხოვრები ცხოველების ძალზე სქელი ბეწვი ზოგიერთ შემთხვევაში მემკვიდრეობით არ გადაეცემა, თუნდაც რამდენიმე თაობას. ნაირსახეობა სწორედ ასეთ შემთხვევაში მიღებულ ფორმას შეიძლება ეწოდოს. გარდა ამისა არსებობს კიდევ ოდნავ განსხვავებული ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა ინდივიდების განმასხვავებელი ნიშნები უწოდოთ. მაგალითად, ერთი და იმავე მშობლის სხვადასხვა ნაშიერის განმასხვავებელი ნიშნები ან ერთ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები ცხოველების განმასხვავებელი ნიშნები. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ერთი და იმავე ნაირსახეობის ინდივიდები ერთ ყალიბში უნდა იყვნენ ჩასმულნი. ინდივიდუალური ნიშან-თვისებები ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მასალას ბუნებრივი გადარჩევისათვის. და აქაც ხდება ცვლილებების დაგროვება, მსგავსად იმისა, რომ ადამიანი შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების გადარჩევისას ერთი მიმართულების განმასხვავებელი ნიშან-თვისებების დაგროვებას ახორციელებს. ეს განსხვავებები ძირითადად იმ ორგანოების ცვლილებას განაპირობებს, რომლებსაც ნატურალისტები უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალი ფაქტის მოშველიებით შესაძლებელია დავადასტუროთ, რომ უმნიშვნელო ორგანოების მსგავსად ფიზიოლოგიური თუ სისტემატიკური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი ორგანოები ასევე განსხვავებულია სხვადასხვა სახეობებში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე გამოცდილ ნატურალისტსაც კი გააოცებდა ავტორიტეტული მონაცემების საფუძველზე შეგროვებული ცვალებადობის შემთხვევათა რაოდენობა, აგებულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებისაც კი, თუ ჩემსავით წლების მანძილზე მოიპოვებდა და კრებდა ამ მონაცემებს. მნიშვნელოვან ორგანოებს შორის განსხვავების აღმოჩენა სისტემატიკოსების დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს და გარდა ამისა, არც იმ ადამიანთა რიცხვია დიდი, ვინც გულდასმით შეისწავლის ერთი და მათ ადარებს ერთმანეთს. თავად მე არაფრით მოველოდი, რომ ცენტრალური ნერვული კვანძიდან გამომავალი ნერვების განშტოება ცვალებადობს ერთი სახეობის მწერებში. სავარაუდო იყო, რომ ასეთი სახის ცვლილებები ხდება ნელა და თანდათანობით. მიუხედავად ამისა, სერ ლაბოკმა აჩვენა ამ ნერვების ცვალებადობის ისეთი ხარისხი კოცუსებში, რომელიც შეიძლება ხის უცნაურ დატოტვას შევადაროთ. ამ ფილოსოფიური შეხედულებების ნატურალისტმა მწერთა მატლების კუნთების აღნაგობის ცვალებადობის აღმოჩენაც კი შეძლო. ხშირად იმართება კამათი იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვან ორგანოებს ცვალებადობა არ ახასიათებს, თუმცა მნიშვნელოვნად თვლიან მხოლოდ იმ ორგანოებს, რომლებიც ცვლილებას არ განიცდიან. თუ ამ აზრს გავიზიარებთ, მაშინ მნიშვნელოვანი ნაწილის ცვალებადობის ვერც ერთ შემთხვევას ვერ ვიპოვით, თუმცა სხვა შეხედულებების თანახმად ამის არაერთი მაგალითი არსებობს. არის ინდივიდუალურ განსხვავებებთან დაკავშირებული და განსაკუთრებით გამოუცნობი კიდევ ერთი გარემოება. გულისხმობ მრავალფეროვანი, ანუ პოლიმორფული გვარების არსებობას, სადაც სახეობებს ცვალებადობის მაღალი ხარისხი ახასიათებს. ამ ფორმების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაკავშირებით ორი ნატურალისტიც კი ვერ შეთანხმდება სადავო საკითხებში, აღიარონ ისინი სახეობებად თუ ნაირსახეობებად.
მაგალითისათვის შეიძლება მოიყვანოთ მცენარეების შემდეგი გვარები: რუბუს, როსა, ჰიერაკიუმი, მწერებისა და მოლუსკების ზოგიერთი გვარი. პოლიმორფული გვარების უმრავლესობაში ზოგიერთ სახეობას ფიქსირებული და განსაზღვრული ნიშნები აქვს. გვარები, რომლებიც პოლიმორფულია ერთი ქვეყნის ფარგლებში, როგორც წესი, მცირე გამონაკლისების გარდა სხვა ქვეყნებშიც პოლიმორფულია. იგივე შეიძლება ითქვას თუ ბრაჰიოპოდას ნიჟარებით ვიმსჯელებთ გარდასულ ეპოქათა ორგანიზმებზე. ეს ფაქტები ძალზე უცნაურია, რადგან აჩვენებს, რომ ცვალებადობის აღნიშნული სახე სასიცოცხლო პირობებზე არ არის დამოკიდებული. მე უფრო იმ ვარაუდისკენ ვიხრები, რომ ზოგიერთ პოლიმორფულ გვარში ჩვენ ვაწყდებით სახეობისთვის არც სასარგებლო და არც მავნე ცვლილებებს. ამიტომ მათ ბუნებრივი გადარჩება არ იყენებს, როგორც ეს ქვემოთ იქნება ახსნილი. ერთი და იმავე სახეობის ინდივიდები, როგორც ყველასათვის ცნობილია, ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აგებულებით, რაც არ არის გამოწვეული ცვალებადობით. მაგალითად, სხვადასხვა სქესის ცხოველები, მწერების სხვადასხვა კასტები, სტერილური მდედრები ან მუშამწერები, უმდაბლესი ცხოველების ლარვა. ცნობილია აგრეთვე დემორფიზმის და ტრიმორფიზმის შემთხვევები მცენარეებსა და ცხოველებში. ასე მაგალითად, თუ მისტერ უოლესმა ბოლო დროს ყურადღება მიაქცია ამ თემას და აღნიშნა, რომ მალაის არქიპელაგის ზოგიერთი სახეობის პეპლების მდედრები რეგულარულად ჩნდებიან 2 ან 3 მკვეთრად განსხვავებული ფორმით, თან ერთმანეთს არ უკავშირდებიან შუალედური ნაირსახეობებით. ფრიც მიულერმა აღწერა ანალოგიური, მაგრამ უფრო უცნაური შემთხვევები ზოგიერთი ბრაზილიური კიბოსნაირების მამრებში. მაგალითად, თანაის მამრები რეგულარულად გვხვდება 2 ფორმის სახით. ერთს ძლიერი და თავისებური მარწუხები, მეორეს კი ანტენებზე მრავალი მგზნობიარე ბუსუსი აქვს. თუმცა უფრო ხშირად მცენარეებისა და ცხოველების 2 ან 3 ფორმა ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული შუალედური გრადაციებით. შესაძლებელია, ოდესღაც ასეთი გრადაციები არსებულიყო. მაგალითად, მისტერ უოლესმა აღწერა ასეთი შემთხვევა. პეპლების ცნობილი სახეობა მალაის არქიპელაგის ერთ კუნძულზე არაერთი ნაირსახეობებით არის წარმოდგენილი. ისინი ერთმანეთთან შუალედური რგოლებით არიან დაკავშირებულნი. ხოლო ამ რიგის კიდურა ფორმები მალაის არქიპელაგის სხვა კუნძულზე მობინადრე დიმორფული სახეობის 2 ფორმის მსგავსია. ასევე ჭიანჭველებშიც. მუშების რამდენიმე კასტა სრულიად განსხვავებულია, თუმცა ზოგჯერ კასტები ერთმანეთთან დაკავშირებული არის ნაირსახეობებით, რომლებიც ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლის ძალზე ნატიფი ნიმუშია. იგივე შევამჩნიე ზოგიერთ დემორფულ მცენარეში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ გაოცდე იმ ფაქტით, რომ ერთ მდედრ პეპელას შეუძლია აწარმოოს ერთდროულად განსხვავებული მდედრობითი და ერთი მამრობითი ფორმა, ან ჰერმაფროდიტი მცენარე ერთ კოლოფში სხვადასხვა ფორმის ჰერმაფროდიტულ 3 თესლს აწარმოებს. თუმცა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენის უფრო მკვეთრი გამოვლინებაა, როდესაც მდედრი 2 სქესის საოცრად განსხვავებულ ინდივიდს შობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფორმები, რომლებსაც გარკვეულწილად გააჩნიათ სახეობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ იმდენად ემსგავსებიან სხვა ფორმებს, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ შუალედურ რგოლებს, რომ მეცნიერები მათ ცალკე სახეობებად არ მიიჩნევენ. ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ზოგი ასეთი საეჭვო და ახლო მონათესავე ფორმა უკვე დიდი ხანია, რაც ინარჩუნებს დამახასიათებელ ნიშნებს. ეს დროის იგივე მონაკვეთია, რომელიც კარგად გამოხატულ სახეობებს ახასიათებთ. როდესაც ნატურალისტი 2 ფორმას ერთმანეთთან აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთს შუალედური ნიშან-თვისებები ახასიათებს, ამ პირველ ფორმას ის მიიჩნევს მეორის ნაირსახეობად, ხოლო მეორეს უფრო მეტად გავრცელებულსა და მიღებულს სახეობად. მაგრამ არის შემთხვევები, რომლებიც აქ არ მომყავს, როდესაც ძალზე ძნელია გადაწყვეტა, არის თუ არა ერთი ფორმა მეორის ნაირსახეობა. თუნდაც შუალედური რგოლების არსებობისას ეს სიძნელე არ აიხსნება შუალედური ფორმების სავარაუდო ჰიბრიდული ბუნებით. მრავალ შემთხვევაში ერთი ფორმა მიჩნეულია მეორე ფორმის ნაირსახეობად, არა იმიტომ, რომ შუალედური რგოლები იქნა ნაპოვნი, არამედ დამკვირვებლის მიერ ანალოგიის საფუძველზე გამოტანილი დასკვნის საფუძველზე, რომ ისინი სადღაც არსებობენ ან შეიძლება ოდესღაც ეარსებათ. ასე რომ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, ესა თუ ის ფორმა სახეობა თუ ნაირსახეობა, ბევრადაა დამოკიდებული ნატურალისტის საღმსჯელობასა და გამოცდილებაზე. თუმცა ხშირად საკითხი წყდება ნატურალისტთა ხმების უმრავლესობით. უდავოა ის ფაქტი, რომ ამგვარი საეჭვო ბუნების ნაირსახეობები საკმაოდ ბევრია. შეადარეთ სხვადასხვა მეცნიერის მიერ აღწერილი ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ფლორა და ნახავთ, რამდენი ფორმაა ისეთი, რომელსაც ერთი მეცნიერი ნაირსახეობად მიიჩნევს, მეორე კი სახეობად. ბატონმა უოტსონმა, რომელსაც მე დიდად უნდა უმადლოდე გაწეული დახმარებისათვის, 182 ბრიტანული მცენარე აღნუსხა, რომელსაც ნაირსახეობად მივიჩნევთ, თუმცა ბოტანიკოსები მათ სახეობად თვლიან.
ამ სიაში მან არ შეიტანა მრავალი უმნიშვნელო ნაირსახეობა, რომლებსაც ზოგიერთი ბოტანიკოსი სახეობად მიიჩნევს და საერთოდ გამოტოვა რამდენიმე პოლიმორფული გვარი. განსაკუთრებული პოლიფორმული შედგენილობის გვარებს ბატონი ბაბინგტონი 251, ხოლო ბატონი ბენტამი მხოლოდ 112 სახეობას მიაკუთვნებს. მათ შორის სხვაობა 129 საეჭვო ფორმა არც ისე უმნიშვნელოა. ცნობილია, რომ ცხოველები ყოველი შთამომავლობის მოცემის წინ ერთმანეთს უწყლდებიან და ძალიან მოძრავნი არიან. მათი საეჭვო ფორმები, რომლებსაც ზოოლოგების ერთი ნაწილი სახეობად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი ნაირსახეობად, იშვიათად გვხვდება ერთი ქვეყნის ფარგლებში და ხშირად სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. რამდენი ფრინველი და მწერია ასეთი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი სახეობად მიიჩნევს, მეორე კი ნაირსახეობად, ანუ ეგრეთ წოდებულ გეოგრაფიულ რასებად. მისტერ უოლესმა მალაის არქიპელაგზე მობინადრე ცხოველების შესახებ დაწერილ რამდენიმე ფასეულ გამოკვლევაში გვიჩვენა, რომ ლეპიდოპტერას ქერცლფრთიანები ანუ პეპლები დაყოფა შესაძლებელია 4 ჯგუფად: ცვალებად ფორმებად, ლოკალურ ფორმებად, გეოგრაფიულ რასებად, ანუ ქვესახეობებად და ნამდვილ ჩამნაცვლებელ სახეობებად. პირველი, ანუ ცვალებადი ფორმები, მძალზე იცვლება ერთი კუნძულის ფარგლებში. ლოკალური ფორმები შედარებით მუდმივია და ერთმანეთისგან განსხვავდება თითოეულ კუნძულზე, მაგრამ განსხვავებები იმდენად მცირეა, რომ მათი აღწერა თითქმის შეუძლებელია. თუმცა თუ კიდურა ფორმებს შევადარებთ, განსხვავება თვალშისაცემია. გეოგრაფიული რასები კარგად ჩამოყალიბებული და იზოლირებული ადგილობრივი ფორმებია. მაგრამ რადგან ისინი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან კარგად გამოხატული ან მნიშვნელოვანი ნიშნებით, პირადი აზრის გარდა არ არის სხვა კრიტერიუმი იმის დასადგენად, რომელია მათგან სახეობა, ხოლო რომელი ნაირსახეობა. ბოლოს ჩამნაცვლებელ სახეობებს კუნძულის ბუნებაში იგივე ადგილი უკავია, რაც ლოკალურ ფორმებს, ანუ ქვესახეობებს, მაგრამ რადგან განსხვავება მათ შორის მეტია, ვიდრე ლოკალურ ფორმებს ან ქვესახეობებს შორის, ნატურალისტები მათ ნამდვილ სახეობებად მიიჩნევენ. მრავალი წლის წინათ ვაკვირდებოდი გალაპაგოსის არქიპელაგში მობინადრე ფრინველებს. ვადარებდი მათ არა მარტო ერთმანეთს, არამედ ამერიკის კონტინენტზე ბინადარ სხვა ფრინველებსაც და დიდად გამაკვირვა იმ საოცრად ბუნდოვანმა და პირობითმა განსხვავებამ, რომელიც არსებობდა სახეობებსა და ნაირსახეობებს შორის. მადეირას კუნძულებზე ბინადარ მწერებს ბატონი უოლასტონი თავის ბრწყინვალე ნაშრომში ნაირსახეობებად თვლის, თუმცა მრავალი ენტომოლოგი მათ უყუყმანოდ სახეობებად მიიჩნევდა. ირლანდიაშიც კი ბინადრობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც დღესდღეობით ნაირსახეობებად არიან მიჩნეულნი, თუმცა მრავალი ზოოლოგი მათ სახეობების კატეგორიას ანიჭებს. რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი ორნითოლოგი ბრიტანულ წითელ როჭოს ნორვეგიული სახეობის მკვეთრად გამოხატულ ნაირსახეობად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც მრავალი მეცნიერი მათ დიდი ბრიტანეთისათვის დამახასიათებელ გამოკვეთილ სახეობას უწოდებს. ზოგჯერ მეცნიერები ორ განსხვავებულ ფორმას იმიტომ მიიჩნევენ სახეობად, რომ მათ საბინადრო ტერიტორიებს შორის დიდი დაშორებაა. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, რა ყველაზე მცირე მანძილით უნდა იყოს დაშორებული ორი საეჭვო ფორმა ერთმანეთისაგან, რომ ისინი სხვადასხვა სახეობად მივიჩნიოთ. თუ ვთქვათ მანძილი ამერიკასა და ევროპას შორის საკმარისია, შეიძლება თუ არა იგივე ითქვას მანძილზე ევროპიდან აზორის კუნძულებამდე ან მადეირამდე, ან კანარის კუნძულებამდე, ან ამ არქიპელაგების კუნძულთა შორის. ერთი და იმავე ფორმას გამოცდილ მეცნიერთა ერთი ნაწილი ნაირსახეობად მიიჩნევს, მეორე კი მათი თავისებურებების გამო სახეობად თვლის. კამათი იმის შესახებ, თუ რომელია მათ შორის მართალი, ამ ტერმინების ზუსტ განსაზღვრამდე წყლის ნაყვა იქნებოდა. ჩვენს ყურადღებას მკაფიოდ გამოხატული სახეობის მრავალი შემთხვევა იქცევს, რამდენადაც მათ გეოგრაფიულ განაწილებასთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო არგუმენტი გაჩნდა, რომელთა დახმარებით შეიძლება განისაზღვროს სახეობისა და ნაირსახეობის სტატუსი. მაგალითისათვის მოვიყვან ყველასათვის ცნობილი მცენარეების, პრიმულა ვერას და ელატიორის შემთხვევას. ეს ორი მცენარე ერთმანეთისაგან საგრძნულად განსხვავდება. მათ განსხვავებული სურნელი აქვთ და სხვადასხვა პერიოდში ყვავიან, სხვადასხვა პირობებში ხარობენ და ზრდასრულნი სხვადასხვა სიმაღლეს აღწევენ. განსხვავებული აგრეთვე მათი გავრცელების არეალი. ბოლოს ძალიან ყურადღებიანი მეცნიერ დამკვირვებლის გარტნერის ცდები გვიჩვენებს, რომ მათი შეჯვარება ძალიან რთული საქმეა. ჩამოთვლილი ნიშან-თვისებები წესით სრულიად საკმარისი უნდა იყოს, რომ ორი ფორმა განსხვავებულ სახეობად მივიჩნიოთ, მაგრამ მეორე მხრივ მათ მრავალი შუალედური რგოლი აერთიანებს და მეტად საეჭვოა ამ შუალედური რგოლების ჰიბრიდული ბუნება. ამას გარდა, უამრავი ცდის შედეგი ადასტურებს, რომ ამ ორ მცენარეს საერთო წინაპარი ჰყავს და მაშასადამე ისინი ნაირსახეობებია.
საკითხის რუდუნებით კვლევისა და შესწავლის შედეგად ნატურალისტები ბოლოს და ბოლოს აუცილებლად შეთანხმდებიან იმის თაობაზე, როგორ უნდა მიენიჭოს ესა თუ ის სტატუსი ყველაზე კარგად შესწავლილ ქვეყნებში დიდი რაოდენობით არსებულ საეჭვო ფორმებს. მე ყოველთვის მაოცებდა ის ფაქტი, რომ თუ რომელიმე ცხოველი ან მცენარე ბუნებაში ძალზე სასარგებლოა ადამიანისთვის და ასე თუ ისე იპყრობს მის ყურადღებას, თითქმის ყველგან ხვდებით ჩანაწერებს მათი ნაირსახეობების შესახებ. ამაზე მეტიც, ზოგიერთი მეცნიერი მათ სახეობებად აღიარებს. მაგალითად, ერთი შეხედვით უბრალო მუხა, ნახეთ რა გულდასმით შეუსწავლიათ და მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი გამოყოფს მის 12-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ყოველთვის ნაირსახეობებად იყო მიჩნეული. ზუსტად ასევე ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე გამოცდილ ბოტანიკოსთა ერთი ნაწილი მუხის ორ ფორმას, კუერუს სესილიონას და კუერუს პედუნკულატას სახეობას მიაკუთვნებს, მეორე კი ნაირსახეობას. როდესაც ახალგაზრდა ნატურალისტი იწყებს მისთვის აქამდე უცნობი ორგანიზმების შესწავლას, თავიდან ძალიან გაუჭირდება იმის დადგენა, განსხვავებული ნიშან-თვისებებიდან რომელი ჩათვალოს სახეობის მახასიათებლად და რომელი ნაირსახეობის, რადგან მან ჯერ არაფერი იცის საკვლევ ორგანიზმთა ჯგუფის ცვალებადობის შესახებ. თუმცა, თუ იგი შემოიფარგლება კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ერთი რომელიმე კლასის შესწავლით, მალევე გადაწყვეტს, რა ნიშნით განსაზღვროს ყველაზე საეჭვო ფორმებიც კი. თავდაპირველად მასზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს შესასწავლ ფორმებში აღმოჩენილი განსხვავებები, ამიტომ დასაწყისისათვის შეესწება, რაც შეიძლება მეტი სახეობა გამოყოს. გარდა ამისა, საწყის ეტაპზე მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია სხვა ჯგუფებსა და ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ ნაირსახეობებზე. ასეთი ინფორმაცია აუცილებლად შეუცვლიდა პირველ შთაბეჭდილებას. დაკვირვებების პროცესში იგი კიდევ უფრო მეტ სირთულეებს შეხვდება. აუცილებლად აღმოაჩენს საკვლევ ფორმებთან ძალიან ახლოს მდგომ სხვა ფორმებსაც. მაგრამ თუ ჩვენი ნატურალისტი მეტად გააფართოვებს კვლევა-ძიებას, ბოლოს აუცილებლად გაარკვევს, რომელ ფორმებს უწოდოს სახეობები და რომელს ნაირსახეობები. ამ წარმატების საფუძველი კი აუცილებლად იქნება დიდი ცვალებადობა, რომლის გამო სხვა ნატურალისტებმა კამათით შეიძლება გამართონ. უფრო მეტიც, თუ იგი შეესწება ერთ დროს სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი სახეობებით შეისწავლოს და მათი დახმარებით საეჭვო ფორმებს შორის შუალედური რგოლები აღმოაჩინოს, მას მთლიანად ამ სახეობათა ანალოგიაზე მოუწევს დაყრდნობა. აქ კი სირთულეები ნამდვილად ზენიტს მიაღწევს. დამართლაც, ჯერ არავის გაუულია ხაზი სახეობებსა და ქვესახეობებს, ანუ იმ ფორმებს შორის, რომლებიც მრავალი მეცნიერის აზრით მართალია უახლოვდებიან, მაგრამ ვერაფრით ვერ ადიან სახეობის რანგამდე. იგივე შეიძლება ითქვას ქვესახეობებსა და კარგად გამოკვეთილ ნაირსახეობებს, ან ნაკლებად გამოკვეთილ ნაირსახეობებსა და ინდივიდუალურ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს შორის, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეს განსხვავებები შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს და ერთ უწყვეტ რიგს ქმნის, ხოლო ყოველი რიგი ნამდვილ გადასვლაზე მეტყველებს. შესაბამისად, ინდივიდუალურ განსხვავებებს ძალზე მნიშვნელოვნად, თუმცა სისტემატიკოსებისთვის ისინი ნაკლებ საინტერესოა მივიჩნევ. რადგან ისინი გადადგმული პირველი ნაბიჯია ნაირსახეობათა წარმოქმნის გზაზე. ხოლო ის ნაირსახეობები, რომლებიც გარკვეულწილად გამოკვეთილი და მუდმივია, გვეხმარება უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი ნაირსახეობების დადგენაში. ეს უკანასკნელნი კი თავის მხრივ ქვესახეობებისა და შემდეგ სახეობების დადგენაში. განსხვავებათა ერთი საფეხურიდან მეორე, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს თვით ორგანიზმის ბუნებით, ან იმ ფიზიკური პირობების ხანგრძლივი გავლენით, რომელშიც ეს ორგანიზმი ბინადრობს. მაგრამ მე პირადად დიდად არ ვემხრობი ამ შეხედულებას. მნიშვნელოვან ადაპტაციურ ნიშნებთან დაკავშირებით ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლა დაბეჭდებით შეიძლება მივაწეროთ ბუნებრივი გადარჩევის კუმულირებულ მოქმედებას, ასევე ორგანოების გავარჯიშებას ან გაუვარჯიშებლობას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კარგად გამოკვეთილ ნაირსახეობას შეიძლება უწოდოთ საწყისი ეტაპის სახეობა და სამართლიანადაც. თუმცა ამ ფაქტის ჭეშმარიტება მხოლოდ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებითა და მოსაზრებებით უნდა დასტურდებოდეს. არც ის უნდა ვივარაუდოთ, რომ საწყისი ეტაპის სახეობის ყველა ნაირსახეობა სახეობის რანგს გაუტოლდება. ისინი შესაძლოა ამ საწყის ეტაპზევე გაუჩინარდნენ, გაქრნენ ან შეიძლება გადარჩნენ კიდეც როგორც ნაირსახეობები. ზემოთ ნათქვამი კარგად დასტურდება ბატონ უოლასტონის ნაშრომებშიც მადეირაში ნაპოვნი ხმელეთის მოლუსკების ნამარხების ან გასტონ დე საპორტას ნაშრომებში მცენარეთა მაგალითზე. თუ ნაირსახეობა ისე განვითარდა, რომ წინაპარი სახეობის რიცხოვანობასაც კი გადააჭარბა, მაშინ იგი უკვე სახეობად განიხილება, ხოლო მისი წინაპარი სახეობა ნაირსახეობად.
ასევე შესაძლებელია მან წინაპარი სახეობა საერთოდ გამოდევნოს ან და ერთდროულად იარსებონ როგორც დამოუკიდებელმა სახეობებმა. ჩვენ ამ საკითხს ალბათ მომავალშიც მივუბრუნდებით. ზემოთ ჩამოთვლილი შენიშვნებიდან ჩანს, რომ ტერმინი სახეობა პირობითად იქნა მიღებული ერთმანეთის მსგავს ინდივიდ და ჯგუფის აღნიშვნა რომ გამარტივებულიყო. მეორე მხრივ, ტერმინი ნაირსახეობაც მეტი მოხერხებულობისათვის უბრალო ინდივიდუალური სხვაობების აღსანიშნავად გამოიყენება. თეორიული მოსაზრებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ თუ კარგად შესწავლილი ფლორის განსხვავებულ ნაირსახეობებს ცხრილების სახით წარმოვადგენდი, საინტერესო შედეგებს მივიღებდით, განსაკუთრებით ცვალებადი სახეობების ბუნებასა და ურთიერთობებზე. შემდგომ ბატონმა უოტსონმა, რომელსაც დიდად უნდა უმადლოდე მეტად მნიშვნელოვანი რჩევებისა და დახმარებისათვის დამარწმუნა, რომ ეს სირთულეებით ახსავსე საქმე იქნებოდა. ამავე აზრისა იყო დოქტორი ჰუკერიც. ამიტომ გადავწყვიტე მომავალი ნაშრომისათვის გადამედო ამ სირთულეების განხილვა და ცხრილების შედგენა. ჩემი ხელნაწერის გულდასმით საკითხვისას, ჩემი შედგენილი ცხრილების შესწავლისას, დოქტორი ჰუკერი მიიჩნევს, რომ ამ ნაშრომში აზრები საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მთელი ეს თემა საკმაოდ რთულია და მასზე საუბრისას თავს ვერ ავარიდებთ გადარჩენისათვის ბრძოლის, ნიშანთვისებათა დივერგენციის და სხვა მსგავს საკითხებს, რომლებიც შემდგომში უნდა განვიხილო. ალფონს დე კანდოლმა და სხვა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ფართოდ გავრცელებულ მცენარეების მრავალი ნაირსახეობა, რაც მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა ფიზიკური პირობების გავლენას განიცდიან და ორგანული არსებების სხვადასხვა ჯგუფს უწევენ კონკურენციას. ჩემს ცხრილში ნაჩვენებია, რომ ნებისმიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ძალზე ჩვეულებრივი სახეობები გვხვდება, ანუ ისინი წარმოდგენილნი არიან ინდივიდების დიდი რაოდენობით და თანაბრად არიან განაწილებულნი თავისი ქვეყნის შიგნით. ეს ფაქტორი სრულიად განსხვავებულია ფართო არეალისგან ან გარკვეულწილად ჩვეული სახეობებისგან. სწორედ ეს სახეობები ყველაზე ხშირად აძლევენ დასაბამს კარგად გამოხატულ ნაირსახეობებს, იმდენად კარგად გამოხატულს, რომ მათ ბოტანიკოსები თავიანთ ნაშრომებში აღნიშვნის ღირსად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, ეს დომინანტი სახეობები, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით მოეპოვება, მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული და ყველაზე მეტი ინდივიდითაა წარმოდგენილი. ხშირად კარგად გამოკვეთილ ნაირსახეობებს ან, როგორც მათ ვუწოდებთ, საწყისი ეტაპის სახეობებს წარმოქმნიან. ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც დასამკვიდრებლად ნაირსახეობებს ქვეყნის სხვა ბინადრებთან უწევთ ბრძოლა. დომინანტი სახეობები კი იძლევიან თუნდაც ოდნავ შესრულს, მაგრამ მემკვიდრეობით უპირატესობის მქონე შთამომავლობას. ეს სწორედ ის უპირატესობებია, რომლებმაც მათ წინაპრებს დომინირების საშუალება მისცა. როდესაც დომინანტ ფორმებზე ვსაუბრობ, მხოლოდ იმ ფორმებს გულისხმობ, რომლებიც კონკურენტუნარიანნი არიან, განსაკუთრებით მსგავსი ცხოვრების ნირის მქონე ერთი და იმავე გვარის ან კლასის წარმომადგენლებს. ინდივიდთა რაოდენობის ან სახეობის რიგითობის დადგენის თვალსაზრისით მხოლოდ ერთი ჯგუფის წევრების შედარება ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უმაღლესი მცენარის რიცხოვნობა სხვებისას აღემატება და მათთან შედარებით იგი უფრო ფართოდაა განსახლებული ერთ რომელიმე ქვეყანაში, თითქმის მსგავს პირობებში, ეს მცენარე შეიძლება მიჩნეულ იქნეს დომინანტად, კლებად დომინანტურად იმ შემთხვევაში, თუ მის გვერდზე მცხოვრები რომელიმე პარაზიტული სოკო წარმოდგენილია გაცილებით დიდი რაოდენობით და უფრო ფართოდ არის გავრცელებული. მაგრამ თუ აღნიშნული სოკო რიცხოვნობითა და განსახლებით აჭარბებს მასთან ახლო მდგომ ფორმებს, თავისი კლასის ფარგლებში იგი დომინანტი იქნება. თუ რომელიმე ქვეყნის რომელიღაც ფლორაში აღწერილ მცენარეებს ორ ძირითად ნაწილად დავყოფთ ისე, რომ ერთში შევლენ განსაკუთრებით მსხვილი გვარების, ხოლო მეორეში მცირე გვარების წარმომადგენლები, პირველში აღმოჩნდება დომინანტი სახეობების მეტი რაოდენობა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ერთი გვარის მრავალრიცხოვანი სახეობები ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ბინადრობენ, უკვე ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნის არაორგანული ან ორგანული პირობები ხელსაყრელია გვარისათვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ გვარში, რომელიც მრავალ სახეობას მოიცავს, ვიპოვით მეტ დომინანტ სახეობას. მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ეს დასკვნა ზოგჯერ ბუნდოვანი ხდება. მაგალითად, მაკვირვებს ჩემი ცხრილებიდან მიღებული შედეგი. სხვილ გვარებს მხოლოდ უმნიშვნელო უპირატესობა აქვთ დომინანტი სახეობების რაოდენობაში. გაურკვევლობის მხოლოდ ორ მიზეზს მოვიყვან. როგორც წესი, მტკნარი წყლისა და მარილის მოყვარული მცენარეები ფართო არეალზე და თანაბრად არიან განსახლებული, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, დამოკიდებულია მათი სტადიების თავისებურებებზე და არავითარ კავშირში არ არის გვარის სიდიდესთან. უმდაბლესი მცენარეების გავრცელების მიზეზები განხილული იქნება მომდევნო თავში, როდესაც საუბარი იქნება გეოგრაფიულ გავრცელებაზე. როდესაც სახეობებს განვიხილავდი, როგორც კარგად გამოკვეთილ და ჩამოყალიბებულ ნაირსახეობებს,
იმ დასკვნამდე მივედი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მსხვილი გვარების სახეობები უფრო მეტი ნაირსახეობით არის წარმოდგენილი, ვიდრე მცირე გვარების სახეობები. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან იქ, სადაც მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული სახეობა ჩამოყალიბდა, მრავალი ნაირსახეობის წარმოქმნაც ლოგიკურია. სადაც ბევრი დიდი ხე იზრდება, ახალ ნაყარსაც მეც ვიპოვით. ერთი გვარის ფარგლებში ცვალებადობის შედეგად მრავალი სახეობის წარმოქმნის ადგილზე ცვლილებისთვის ხელსაყრელი პირობებია და სავარაუდოდ ასეთივე დარჩება. მეორე მხრივ, თუ თითოეულ სახეობას შევხედავთ როგორც შექმნის ცალკეულ აქტს, მაშინ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ სახეობებით მდიდარ ჯგუფში მეტ ნაირსახეობას მოველოდეთ, ვიდრე სახეობებით ღარიბში. იმისათვის, რომ ამ ვარაუდის ჭეშმარიტება შევემოწმებინა, 12 ქვეყნის მცენარეები და 2 რეგიონის ხეშეშ ფრთიანი მწერები ორ თითქმის თანაბარ ჯგუფად დავყავი. ის წესი, რომ დიდ გვარში მეტი სახეობები წარმოქმნის ნაირსახეობებს ვიდრე მცირეში, უცვლელი დარჩა. მეტიც, დიდი გვარის სახეობა მეტ ნაირსახეობას წარმოქმნის ვიდრე მცირე გვარის სახეობა. ანალოგიური შედეგები მივიღე ოდნავ განსხვავებული გადაჯგუფების დროს, როდესაც 1-დან 4-მდე სახეობის მქონე მცირე გვარების საერთოდ ამოვიღე ცხრილებიდან. ამ ვითარებას ნათელი მოეფინება, თუ ვაღიარებთ, რომ სახეობები მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და მუდმივი ნაირსახეობებია, რადგან ყველგან, სადაც წარმოიქმნა ერთი გვარის მრავალი სახეობა, ანუ სახეობების ფაბრიკა, ძალზე ქმედითია. უნდა მივუსწროთ მას მუშაობის პროცესში, მით უმეტეს გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ფაბრიკა ნელა მოქმედებს. ეს მოსაზრება მართლდება, თუ ნაირსახეობებს საწყის წარმოქმნის პროცესში მყოფ სახეობებად განვიხილავთ, რადგან ჩემი ცხრილები ნათლად აჩვენებს, რომ თითოეულ გვარში, სადაც მრავალი სახეობა წარმოიქმნა, ეს სახეობები, როგორც წესი, წარმოდგენილნი არიან ჩვეულებრივზე მეტი ნაირსახეობით ან საწყისი სახეობით. აქედან არ გამომდინარეობს, რომ ყველა უფრო მსხვილი გვარი ახლაც აგრძელებს ცვლილებას და ზრდის სახეობათა რაოდენობას, ან არც ერთი მცირე გვარი არ იზრდება და არ იცვლება. ეს რომ ასე იყოს, დამღუპელი იქნებოდა ჩემი თეორიისათვის, რადგან გეოლოგია ნათლად ადასტურებს, რომ მცირე გვარებიც დროთა განმავლობაში ძლიერ იზრდებოდნენ, ხოლო მსხვილი გვარები აღწევდნენ ზრდის მაქსიმუმს, შემცირებას იწყებდნენ და ქრებოდნენ. ჩვენ მხოლოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ იქ, სადაც ერთი გვარის ფარგლებში ბევრი სახეობა გაჩნდა, ჩვეულებრივი ტემპით გრძელდება ახალი სახეობების კვლავ წარმოშობა. ეს უკვე მართალია. არსებობს კიდევ სხვა საინტერესო ურთიერთობები მსხვილი გვარების სახეობებსა და მათ დადგენილ ნაირსახეობებს შორის. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ არ არსებობს ერთი დადგენილი კრიტერიუმი, რითაც სახეობებსა და მკვეთრად გამოკვეთილ ნაირსახეობებს განვასხვავებდით, როდესაც არ არის ნაპოვნი შუალედური რგოლები ორ საეჭვო ფორმას შორის. დასკვნების გამოტანისას ნატურალისტები იძულებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ ფორმებს შორის არსებული განსხვავებების ხარისხით და ანალოგიის შესაბამისად გადაწყვიტონ, საკმარისია თუ არა ეს განსხვავებები აღნიშნული ფორმის სახეობის რანგში ასაყვანად. აქედან გამომდინარე, განსხვავების ხარისხი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმ მიზანშეწონილობის გადასაწყვეტად ორ ფორმას შორის სახეობად თუ ნაირსახეობად აღიარებისა. ფრისმა მცენარეებში, ხოლო უესტუდმა მწერებში შენიშნა, რომ მსხვილ გვარებში სახეობებს შორის სხვაობა ზოგჯერ ძალზე მცირეა. მე შევეცადე საშუალო სიდიდეების გამოთვლის საშუალებით ეს დასკვნები რიცხობრივად შევემოწმებინა ჩემს მიერ მიღებული არც თუ სრულყოფილი შედეგების თანახმად. ისინი დადასტურდა. ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა მეტად გამოცდილ მეცნიერებთან და უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ ისინიც ამ აზრს იზიარებდნენ. აქედან გამომდინარე, მსხვილი გვარის სახეობები უფრო მეტად გავს ნაირსახეობებს, ვიდრე მცირე გვარისანი. შეიძლება ეს სხვაგვარადაც ითქვას, თუ საუბარი შეეხება მსხვილ გვარს, რომლის საწყისი სახეობების, ანუ ნაირსახეობების რაოდენობა გამოიხატება საშუალოზე მეტი რიცხვით, მისი მრავალი ჩამოყალიბებული სახეობა გარკვეულწილად წააგავს ნაირსახეობას, რადგან ისინი ერთმანეთისაგან ნაკლებად განსხვავდებიან. უფრო მეტიც, მსხვილი გვარის სახეობები ერთმანეთთან ისევეა დაკავშირებული, როგორც ერთი სახეობის მრავალი ნაირსახეობა. არც ერთი ნატურალისტი არ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ ერთი გვარის ყველა სახეობა ერთნაირად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირიქით, მისი გვარის დაყოფა შეიძლება ქვეგვარებად, ან სხვა უფრო მცირე ჯგუფებად. როგორც ფრისმა შენიშნა, სახეობის პატარა ჯგუფები ჩვეულებრივ ჯგუფდებიან სხვა სახეობების ირგვლივ. რა არის ნაირსახეობები თუ არა ერთმანეთთან არათანაბრად დაკავშირებული და გარკვეული მათი მშობლიური ფორმების ირგვლივ თავმოყრილი ფორმების ჯგუფი.
ერთი განსხვავება კი უეჭველად არსებობს სახეობებსა და ნაირსახეობებს შორის. ნაირსახეობები, როგორც ერთმანეთისაგან, ისე მშობლიური სახეობისაგან ნაკლებად განსხვავებულნი არიან, ვიდრე ერთი გვარის სახეობები. მაგრამ როდესაც საუბარი იქნება იმაზე, რასაც ნიშნის დივერგენციას ვუწოდებ, დავინახავთ, რომ ამის ახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად. მცირე განსხვავებები ნაირსახეობებს შორის შეიძლება გადაიქცეს სახეობებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებად. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საინტერესოდ მესახება. ნაირსახეობების გავრცელების არეალი ბევრად უფრო შეზღუდულია. ეს არის ტრუიზმი, ბანალობა, რადგან რომ აღმოჩნდეს ნაირსახეობა უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე მისი სავარაუდო მშობლიური სახეობა, მაშინ ისინი ერთმანეთს სახელებს გაუცვლიდნენ. ის სახეობებიც, რომლებიც სხვა სახეობათა მსგავსია და ამით ნაირსახეობებს მოგვაგონებს, ხშირად შეზღუდულ არეალზეა გავრცელებული. მაგალითად, უოტსონმა ლონდონის მცენარეთა კატალოგში მეოთხე გამოცემა 63 მცენარე მომინიშნა, რომლებსაც სახეობათა კატეგორია აქვთ მინიჭებული, მაგრამ იმდენად ახლოს დგანან სხვა სახეობებთან, რომ მათი რანგი ეჭვს ბადებს. ეს 63 სახეობა იმ პროვინციათაგან 6.9%-ია გავრცელებული, რომლებადაც დაყო დიდი ბრიტანეთი ბატონმა უოტსონმა. იმავე კატალოგში 7.7 პროვინციაში გავრცელებული 53 ნაირსახეობაა აღწერილი, ხოლო სახეობები, რომლებსაც ეს ნაირსახეობები მიეკუთვნება, 14.3 პროვინციაშია წარმოდგენილი. ასე რომ, აღიარებულ ნაირსახეობებს ისეთივე შეზღუდული გავრცელება აქვს, როგორც ერთმანეთთან ახლოს მდგომ ფორმებს. აღსანიშნავია, რომ უოტსონი მათ მიიჩნევს საეჭვო სახეობებად, ყველა სხვა ინგლისელი ბოტანიკოსი კი ჭეშმარიტ სახეობებად. საბოლოოდ შეუძლებელია ნაირსახეობა განასხვაოს სახეობისგან ისე, რომ არ აღმოაჩინოს შუალედური დამაკავშირებელი რგოლები, არ დაამტკიცო მათ შორის განსხვავების გარკვეული ხარისხის არსებობა, იმიტომ, რომ ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ორი ფორმა ჩვეულებრივ ნაირსახეობად მიიჩნევა. თუ გვარებში შემავალი სახეობების რაოდენობა ამ ქვეყნისთვის საშუალოზე მეტია, მათი ნაირსახეობების რაოდენობაც საშუალოზე მეტია. მსხვილ გვარებში სახეობებს ერთმანეთთან მჭიდრო, მაგრამ არათანაბარი კავშირები აქვს და გარკვეულ სახეობათა გარშემო იყრის თავს. ასევე ცხადია, რომ სხვა სახეობებთან ძალზე ახლოს მყოფ სახეობებს შეზღუდული გავრცელება ახასიათებს. ამის გამო მსხვილი გვარის სახეობები ნაირსახეობების ანალოგიებია. ამგვარი ანალოგიების გაგება რთული არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახეობები ერთდროს ნაირსახეობები იყო. მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ თითოეული სახეობა დამოუკიდებლად შეიქმნა, მაშინ ეს ანალოგია ჩვენთვის სრულიად აუხსნელი გახდება. ჩვენ აგრეთვე ვნახეთ, რომ მსხვილი გვარების ყველაზე დომინანტი სახეობები კლასის ფარგლებში საშუალოდ ნაირსახეობების მეტ რაოდენობას წარმოქმნის, ხოლო ნაირსახეობებს ახასიათებს ტენდენცია სახეობებად გარდაქმნისა. ამგვარად, მსხვილი გვარები უფრო გამსხვილებისკენ მიისწრაფვიან. ბუნებაში შეიძლება შევნიშნოთ, რომ სიცოცხლის დომინანტი ფორმები უფრო მეტი დომინირებისკენ მიილტვიან და ტოვებენ დიდი რაოდენობით დომინანტ მოდიფიცირებულ, შეცვლილ შთამომავლობას. მაგრამ ქვემოთ განხილული იქნება გზა, რომლითაც მსხვილი გვარების უფრო მცირე გვარებად დაყოფაა შესაძლებელი. ამგვარად, მთელ სამყაროში სიცოცხლის ფორმები ჯგუფებად იშლება.